გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს მოგიყვებით ისტორიულ ფაქტებზე, რომლებიც ძალიან საინტერესოა და დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. თუ მოგწონთ ასეთი სტილის ვიდეოები და ლაიქეთ ეს ვიდეო. ნახლა კი დავიწყოთ. გამოჩენილი ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ერთ ღამეს ბინაში ქურდი ეწვია. ქურდმა სიმდელეში საწერ მაგიდას მიაგდო და ფულს დაუწყო ძებნა. ამის შემხედვარი ბალზაკს ხმამაღალი სიცილია უტყდა. სანთელი ანთო და დამფრთხალ ქურდს მიაძახა. არ გაგიკვირდეს გეთაყვა ჩემი ხარხარი. თქვენ სიმდელეში გინდათ ჩემი ფული იპოვნოთ. მე კი სინათლეშიც ვერ მიპოვნია. გერმანიაში ციხიდან გაქცევა არ ითვლება არალეგალურ საქციელად და შესაბამისად არ ისჯება, რადგან თავისუფლების სურვილი ადამიანის ძირითად ინსტინქტადაა მიჩნეული. როგორც ცნობილია, კონსტანტინე გამსახურდია თავის ძაღლს სულ რუსულად ელაპარაკებოდა. ამის მიზეზად კი უთქვამს, ძაღლს ყოველთვის ძაღლის ენაზე უნდა ელაპარაკო. პანდები დიდი რაოდენობით ბამბუქს მიირთმევენ, დღეში დაახლოებით 20 კილოგრამს და 24 საათიდან დაახლოებით 15 საათს ატარებენ ჭამაში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ეს დათვი მჯდომარე ჭამს. გიგანტური დათვები ზოგადად ძალიან მორიდებული ცხოველები არიან და ხშირ შემთხვევაში ეულად დადიან ხოლმე. უმეტესად მიწაზე მოსწონთ ყოფნა, თუმცა თუ რამემ შეაშინათ, ხეზე აძვრებიან და ფოთლებში გაუშინარდებიან ხოლმე. როგორც ცნობილია, ნიკოლაი გოგოლს ძალიან ეშინოდა ცოცხლად დამარხვის. ის სიცოცხლის ბოლო წლებში ამას იმდენად განიცდიდა, რომ დაწოლილი არასდროს იძინებდა ხოლმე. იძინებდა მხოლოდ დამჯდარ მდგომარეობაში. 1931 წელს გოგოლის კუბო გახსნეს და აღმოჩნდა, რომ ცხედარი ამოტრიალებული იყო. არ ვიცი ეს ყველაფერი 100%-ით ასე მოხდა თუ არა, მაგრამ თუ ასე მოხდა, გამოდის რომ მწერალი ცოცხლად დამარხეს და ის გამართლდა, რისიც მთელი ცხოვრება ეშინოდა. 1913 წელს შესაძლებელი იყო პატარა ბავშვის ფოსტით გაგზავნა. ტანსაცმელზე არ ტყამდნენ შტამპს. ცოცხალი ამანათი. ბავშვს თან ახდა ხოლმე კურიერი და ამ სერვისით სარგებლობა სულ რაღაც 53 ცენტი ღირდა და ამას მშობლები ძირითადად ბებია ბაბუასთან ბავშვის გასაგზავნად იყენებდნენ. ერთხელ ძალიან საჩქარო საქმის დროს ვიქტორ ჰიუგომ სამუშაოდან მოწყვეტის საშუალება რომ მოსპობოდა. ნახევრად შეიჭრა თმა და ნახევრად მოიპარსა წვერი. მაგრატელი კი ფანჯრიდან მოისროლა. ასეთი სახით ის ვეღარ შეძლებდა სახლიდან გასვლას. მანამ სანამ თმა არ წამოეზრდებოდა და ამით მწერალს საშუალება მიეცა სამუშაო გათვალისწინებულ ვადაში დაესრულებინა. პეტრე პირველმა საკუთარი ცოლის საყვარელს თავი მოჰკვეთა და აიძულა მეუღლეს. მოკვეთილი თავი მის საძინებელში სპირტიან ქილაში შეენახა. შუა საუკუნეებში 600,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ჯადოქრობის ბრალდებას. იმ დროში კი ამ ბრალდების უარყოფა და უდანაშაულობის დამტკიცება თითქმის შეუძლებელი იყო. ეგრეთ წოდებულ ჯადოქრებს კი ცოცხლად წვავდნენ. რომის იმპერატორმა კალიგულამ ისე ძლიერ შეიყვარა საკუთარი ცხენი ინციტატა, რომ ჯერ რომის მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ კი სენატორად დანიშნა. უძველეს ეგვიპტეში ფარაონების მხლებლებს და ქვეშევრდომებს უსვამდნენ თაფლს, რადგან ფუტკრებს და მწერებს ფარაონები არ შეეწუხებინათ. მგონი ძალიან რაღაცნაირი ვიდეო გამოდის. რამე კარგიც უნდა თქვა. მე-19 საუკუნეში ძალიან ბევრს ეშინოდა ცოცხლად დამარხვის კლინიკური სიკვდილის დროს, დაახლოებით ისე როგორც ზემოთ გოგოლზე ვთქვით. ამიტომ 1934 წელს ბევრმა კომპანიამ სპეციალური კუბოები გამოიგონა ადამიანთა უსაფრთხოებისთვის. მაგალითად, მიცვალებულს ჩააყოლებდნენ სპეციალურ თოქს, რომლის დარგვის შემთხვევაში საფლავის ზემოთ არსებული ზარი ირეკებოდა. ეს არის სავაჭრო აპარატები. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნე. ეს გამოიგონეს ქალაქ ალექსანდრიაში, თუმცა იქ ჩიფსების და გაზიანის ხასმელების ნაცვლად ჩვეულებრივი წყალი იყიდებოდა. როდესაც მონეტას აპარატში მოათავსებდნენ, ეს საცობს ხსნიდა და იქედან წმინდა წყალი გადმოდიოდა. თქვენ ახლა სურათზე ხედავთ ძველი რომის სტომატოლოგიურ ნიმუშს.
სულხან საბას ლექსიკონიდან ვგებულობთ, რომ ტერმინი ჭიდაობა ჩვენამდე ცოტათი სახეშეცვლილი მოვიდა. წინათ ჭიდაობა ეწოდებოდა ადამიანისა და ცხოველის ჭიდაობას. ხოლო ადამიანის ადამიანთან დაჭიდებას კი რკინას ეძახდნენ. დღეისათვის რკინება ეწოდება მეგრული ჭიდაობის სახეობას, რომელმაც შემოგვინახა კიდეც ეს ტერმინი. უნგრელები და რუმინელები მკვდარს კისერზე ნამგალს კიდებდნენ და ისე მარხავდნენ. ნამგალი იმისთვის იყო საჭირო, რომ თუ მიცვალებული კუბოდან ადგომას მოინდომებდა, ნამგალი მას დახვდებოდა და კისერს მოკვეთდა. ახლა კი ალბერტ აინშტაინის საიდუმლო წერილი ღმერთზე. წერილი, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა სოციალურ მედიაში. პირველად 1992 წელს გამოჩნდა და The Love Letter-ში დაიბეჭდა. თუმცა აინშტაინის, რომელმა შთამომავალმა გადასცა ეს წერილი, გამოცემას ეს არ სახელდება. ეინშტაინია ქართულად სწორი თუ აინშტაინი არ ვიცი, ალბათ ორივე. შესაძლებელია ისიც, რომ ეინშტაინის ერთ-ერთმა შვილიშვილმა ეველინმა აღმოაჩინა ეს წერილი სხვა წერილებთან ერთად, რომელიც ეინშტაინისა და მისი მეუღლის მიმოწერას ასახავდა. ფაქტი კი ის არის, რომ მეცნიერის ქალიშვილი, ლისერლი, რომლისთვისაც მამამ ეს საოცარი წერილი დაწერა, მედიასთვის გადაცემას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რადგან ლისერლი სამწუხაროდ დაბადებიდან ქმედუნარო იყო და 1903 წელს კუნთრუშით გარდაიცვალა 2 წლის ასაკში. კუნთრუში მე როგორც ვიცი, სენია დაახლოებით წითელას მსგავსი. ახლა კი წერილი. როდესაც მე ფარდობითობის თეორია შევთავაზე, ძალიან ცოტას ესმოდა ჩემი და რასაც მე ახლა გაგიმხელ, კაცობრიობისთვის გადასაცემად, ასევე გადააწყდება გაუგებრობას და მსოფლიოში გამეფებულ სრურწმენებს. მე გთხოვ შეინახო ეს წერილი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, წლები თუ ათეული წლები. სანამ საზოგადოება არ განვითარდება იქამდე, რომ მიიღოს ის, რასაც ქვემოთ აღიხსნი. არსებობს ძალიან ძლიერი ძალა, რომელსაც მეცნიერება აქამდე ვერ მოუძებნა ახსნა. ეს ძალა მოიცავს და განაგებს სხვა დანარჩენ მოვლენებს, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ. ეს არის ყოვლის მომცველი ძალა, სიყვარული. როდესაც მეცნიერები სამყაროს ერთიანობის თეორიას ეძებდნენ, მათ დაავიწყდათ ყველაზე ძლიერი და უხილავი ძალა. სიყვარული არის სინათლე, რომელიც ანათებს მას, ვინც თავადვე გასცემს სიყვარულს. სიყვარული არის მიზიდულობა, რადგან ის აიძულებს ადამიანებს იგრძნონ ტოლვა სხვა ადამიანების მიმართ. ის ამრავლებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც ჩვენშია, რაც ჩვენ ვართ და ნებას აძლევს ადამიანებს. არ ჩაიძირონ ბრმა ეგოიზმში. სიყვარულისთვის ვცხოვრობთ და ვკვდებით. სიყვარული არის ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული. ეს ძალა ყველაფრის ახსნას იძლევა და ცხოვრების გზას გვაძლევს. ის ცვალებადია, რადგან ზედმეტად დიდხანს ვახდენდით მის იგნორირებას. იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ გვეშინია სიყვარულის გასაგებად მე ჩემს ცნობილ განტოლებაში მარტივი ცვლილება გავაკეთე. ნაცვლად E უდრის MC კვადრატს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მსოფლიოს განსაკურნად საჭირო ენერგია მიიღწევა. სიყვარულის გამრავლება სინათლის სიჩქარეზე კვადრატში. მივდივართ დასკვნამდე, რომ სიყვარული უძლიერესი ძალაა, რადგან არ გააჩნია საზღვრები. მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია ვიპოვოთ ცხოვრების აზრი, შევინარჩუნოთ მსოფლიო და ყოველი მოაზროვნე, ან მგრძნობიარი არსება. დავეხმაროთ ჩვენ ცივილიზაციას გადარჩენაში. შესაძლებელია ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად, რომ შევქმნათ სიყვარულის ბომბი. საკმაოდ ძლიერი მოწყობილობა, რათა ბოლომდე გავანადგუროთ ზიზღი, ეგოიზმი, სიხარბე და ყველაფერი, რაც პლანეტას აცარიელებს. თუმცა ყოველი ცალკეული ინდივიდი თავის თავში პატარა, მაგრამ ძლიერი სიყვარულის გენერატორს ატარებს, რომლის ენერგია საკუთარ გათავისუფლებას ელოდება. როცა ჩვენ ვსწავლობთ ამ ენერგიის გაცემას და მიღებას, ძვირფასო ლისერლ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სიყვარული ყველაფერს ამარცხებს და ყველაფრის დაძლევა შეუძლია, რადგან სიყვარული სიცოცხლის კვინტესენციაა. ძალიან მწუხვარ, რომ ვერ შევძელი გამომეხატა ის, რაც ახლა ჩემს გულშია, რომელიც ჩუმად ფეთქავს მთელი ცხოვრება შენთვის. იქნებ ძალიან გვიანია, რომ პატიება გთხოვო, მაგრამ დრო ფარდობითია. მე უნდა გითხრა, რომ მიყვარხარ და მადლობელი ვარ, რომ შენი წყალობით მივიღე საბოლოო პასუხი. შენი მამა ალბერტ აინშტაინი. და დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონოთ ვიდეო. ამ შემთხვევაში დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.